გამარჯობა ქალბატონებო და ბატონებო. მოგესალმებით ჩემს გამომწერებს და მივესალმები ყველას, ვინც იღილავთ ამ ვიდეო ჩანაწერს. გუშინ მე დავდე იმ ახალგაზრდა კაცის ცხოვრებიდან რაღაც ეპიზოდები და გარკვეული გამოხმაურება მივიღე. ყველას დიდ მადლობას ვიხდით, ჯერ არ დავკავშირები ვარ იმ ახალგაზრდა კაცს, შეიძლება ისიც გარკვეულ ემოციაში ჩავარდა, არ ვიცი, მე დღეს აღარ მქონია იმის შემდეგ რაც ვიდეო დავდე კავშირი, მაგრამ სანამ ვიდეოს დავდებდი, მინდა გითხრათ ერთი რამ, სანამ იმაზე საუბარს დავიწყებდე, რაზედაც დღეს გამოვედი. ამ კაცთან, ამ ახალგაზრდა კაცთან ვაგრძელებდი ამ ხმოვანი იმის გაცვლა-გამოცვლას და ესე იგი ერთ-ერთ გზავნილში გამომიგზავნა ასეთი რამ, რომ თამაზო რაც საზღვარგარეთ წამოვედიო, ძალიან ბევრჯერ ვნახე ქრისტეო, შემიწყალოს უფალმა. და მე ვიფიქრე, ახლა რანაირად უნდა ენახა ქრისტე, კაცო, ერთადერთი ვარიანტი არის, რომ სიზმარში ენახა. არის ახლა გამოცხადებასავით სიზმრები, მე ახლა მონასტრებიდან ვიცი ეს, ბერები ამბობდნენ, სიზმარიც რო არსებობს და არსებობს გამოცხადებაო და როდესაც საქმე ეხება განგებას და მეტადრე უფალს და ვერ გავიგე, მართალი გითხრათ, აი რა არის, იცით, არის ესე იგი რაღაცა საკითხები, რომელსაც სამხრის კაცი პირველად ვისმენ ესეთ რაღაცას, სწავლა სიბერემდეო, ეხლა ტყუილა კი არ არის, ნათქვამი, კაცო, ზოგიერთი მაგალითად თავსდებს ხოლმე, რომ ყველაფერი ვიციო, ზოგიერთი კიდე რა ვიცი, ეხლა ახალგაზრდები ბევრი მინახე, აი სადაც რა თმინახე, პიატი გოდახარ შენ და მე მოვიფიქრებოდა. მახსენდება ლევ ტოლსტოის სიტყვები ამასთან დაკავშირებით, რომ ხშირად გამიგონიაო ახალგაზრდებისაგანო, მე რაც მინდა სხვისი ჭკუით ცხოვრება, მე თვითონ მოვიფიქრებო. და ტოლსტოი ეუბნებოდა ამ ახალგაზრდებს, რად გინდა მოიფიქრო მოფიქრებულიო, მიიღე მზამზარეული და გასცი წინ, ამაშია კაცობრიობის ძალაო. აბა სხვანაირად ეს ევოლუციას კი არ განიცდიდა, კაცო, ადამიანის გონება და დედამიწა ხუთ საზოგადოებრივ წყობას კი არ გაივლიდა, მასე რო ყოფილიყო, რომ მოდი მე თვითონ მოვიფიქრებ და მაშინ ვიქნებოდით, შეიძლება ქვის ხანაში ყოფილიყავით დღესაც. ანუ ამ ასე რომ მიდგომოდა ადამიანი, რომ მე ჩემით უნდა გავაკეთო. რისთვის არის გამოცდილება, აბა ამდენი პრაქტიკა როა, მედიცინა, მეცნიერება, ისინი წინ რომ მიდის, რაირად მიდის, ესე იგი წინამორბედს იზიარებს ეს ახალი და მერე ამ წინამორბედის იმას ანვითარებს. ამიტომ არის ესე იგი საჭირო, რომ აი ჩვენთან მაგალითად პრიორიტეტს ანიჭებენ ყოველთვის ახალგაზრდებს. წინააღმდეგი არა ვარ, იცით, ახალგაზრდა ჩაება სადმე, მაგრამ არა ისეთ სამსახურში, რომელშიაც ძნელია თავი გაართო. ახალგაზრდას ეხლა ბევრი რამე ახლია თან, ეხლა ხნიერი ხალხი ამას გამიგებს რა. მარტო ვნებები რადგირს, რომ იმას უნდა გართობა, იმას უნდა ისა და ამას რო ჩააბარებს სახელმწიფო საქმეს, როგორ გაუძღვება იმას, რა თქმა უნდა, ის ვნება გადასძალავს. მე ყოველთვის ვამბობ, ძველ რომში, სადაც ძალიან დაბალი იყო ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა, 43 წლის ასაკში შეგეძლო კონსულად კენჭის გეყარა. და ისიც ერთი წელი უნდა ყოფილიყავი კონსული. გამოგევლინა იმ ერთ წელი, წარმოიდგინეთ, ანტიკურ რომში ხდება ეს. და
დღეს ახლა ახალგაზრდას რო ჩააბარებ ისეთ საქმეს რომელიც მთელ ქვეყანას ეხება და მილიონობით კაცი არის დამოკიდებული იმ ახალგაზრდის მოქმედებაზე მე მაგალითად არ მიმაჩნია გამართლებულად. აი ხშირად მთელი ჩემი წიგნები რა ვიცი კომუნისტების კრიტიკას დაუთმენ და მთელი რა ვიცი იმ ხნის რა ქვია ცხოვრების წესს, მაგრამ ერთი კარგი ბევრი რაღაცები ქონდათ ისეთები დღეს რო უყურებ ხა ბუკოვსკისა არ იყოს ახლა რომ გაიქცა საბჭოთა კავშირიდან და სიბერეში უთქვამს თურმე რომ ისაო მე დასავლეთში გავრბოდიო აქ თავისუფლება მეგონა საბჭოთა კავშირის ჯობნებია თურმე მთელი ყველაფრით ესე იგი ბოლოს რო შეადარა რა და ეს პარალელი რო გაავლო და მთელი თავისი ცხოვრების რეზიუმე რო გააკეთა საბჭოთა კავშირი ამჯობინა ანუ მეხუთე საზოგადოებრივი წყობა, მეოთხე საზოგადოებრივი წყობას, ანუ კაპიტალიზმს. ნუ ახლა ყველას თავისი შეხედულებები აქვს, მაგრამ მე ამ შემთხვევაში გამოვხატე, რომ ახალგაზრდა ადამიანს ძალიან დიდი განსაკუთრებით სახელმწიფო საქმე არ შეიძლება რომ ჩააბაროთ. გამორიცხულია. ამიტომ ახალგაზრდამ უნდა მოусმინოს, მე მაგალითად აი უფროსი მეგობრები მყავდა და მე მათ უსმენდი, ჭკვიან ხალხთან ამ მქონდა საქმე, არა მქონდა ისეთი მე რაღაცა მიმართულება რომ დამჭირდებოდა ცხოვრებისეული, რა უნდა გამეკეთებინა, როგორ უნდა გამეკეთებინა, მოცემულ მომენტში როგორ უნდა მოუქცეულიყავი. დეილ კარნეგი ამბობს, ყველაზე კარგი მოსაუბრეო, ყველაზე კარგი მსმენელიაო, გესმით? ანუ მოსმენა უნდა იცოდე და გააზრება. მარტო ინფორმაციის მიღება კი არ არის საჭირო. ინფორმაციის იმ დღესაც ვილაპარაკე, გადამუშავებაა საჭირო. და იმ ინფორმაციას რომ გადაამუშავებ, უკვე ის შენ თავში რჩება და შემდეგ უკვე რომ რაღაც მსგავსი სიტუაციაში აღმოჩნდები დაახლოებით უკვე გეცოდინება როგორ უნდა გადალახო ეს ბარიერი. რა არის ახლა ამაში ცუდი? ხო და ეს ახალგაზრდამ წერს ასეთ რამეს რომ თამაზ იცი რამდენჯერ ვნახე ქრისტეო? მიაქციეთ ყურადღება როგორ ადამიანზე ვლაპარაკობ. როგორ წასულ ადამიანზე და გამწარებულზე და დაჩაგრულზე და გაუბედურებულზე და განადგურებულზე. ამ ადამიანის პირიდან ვისმენ რომ მან რამდენჯერმე და ხშირად და ბევრჯერ იხილა ქრისტე საზღვარგარეთ. მართალი გითხრათ ვერ გავიგე. და პირველი ხო გითხარით, რასაც დაუკავშირე, ეს იყო ალბათ, რადგან ესეთი ქრისტიანია, მან ნახა სიზმარში. და სიზმარში ხედავდა ქრისტეს და ეს არის მისი ხილვებს უკავშირებს, ასე ვთქვათ. გაუბედე და უთხარი, კაცო, ცოტა არ იყოს საფრთხილო თემაა ეს და როგორ ნახე მეთქი ქრისტე მე უთხარი. ასე მაგალითად მანქანა გავაჩერე ბენზინ გასამართ სადგურზეო. და ამ ბენზინ გასამართ სადგურის გვერდითო დიდი სუპერმარკეტი იყო. ამ სუპერმარკეტის შესასვლელ კართანო ერთი ქალბატონი იდგაო, შუახნის ქალბატონიო, აბუზულიო და თითქოს კანკალებდაო. და რაღაცა პატარა რაღაცას ეჭირა, არ ვიცი, რაღაცას აი თითქოს ესეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ კი არ ჭამდა რაღაცას მაპატიეთ ამ სიტყვაზე და ლოღნიდაო, ასე რაღაცნაირად და უცებ წარმომიდგა, რომ ეს ქალბატონი იყო გაჭირვებული და იყო მშიერიო. და იცი რა დამემართაო? რა მეთქი მე უთხარი და მის სახეშიო ქრისტე დავინახეო. ეხლა წარმოიდგინეთ.
ჩემი გაოცება. რაც მე ხნის ადამიანი ვარ, რა ვიცი, ვის აღარ შევხვედრი ვარ ამ ქვეყანაზე და მსგავსი არავისგან გამიგია სიკეთე გავაკეთე, ის გავაკეთე, ეს გავაკეთე, რაღაცა ესენი რა თქმა უნდა გამიგია კაცო არაერთი ადამიანისგან, მაგრამ ესეთი რამე წმინდა მამათა ცხოვრებაში მქონდა წაკითხული, რომ ერთი კაცი არაკეთებდა სიკეთეს, მდიდარი კაცი იყო და ამისათვის შეაჩვენა მოდელმა რაღაცა ელაპარაკა რა, რომ არ შეიძლება მასე ისე აქეთ იქით რამე და აიცაო კაცო სიკეთე რო ვაკეთო, მე რაღა დამრჩებაო, ეს ედავება ტაძარში რაღაცა მიმდინარეობს, ახლა საიდან სად გადავედი, მაგრამ წმინდა მამათა ცხოვრებაში არის ასეთი მომენტი, რომ ეს კაცი ედავა მე რაღა უნდა დამრჩეს ვეღარ, თუ ყველაფერი გავეციო, ეგ რაღა არის, მაშინ მე რიღათი ვიცხოვრო და არა გაძალებსო კაცო ღმერთიო, ეხლა ეს მოძღვარი უხსნის რომ არ გაძალებს ღმერთი რომ შენ ყველაფერი გასცე და შენ დარჩეო. როგორც ლაოძი იძახის მაგალითად, ვინც გულუხვია და არ უწყვის ზომიერება, აუცილებლად გაჩანაგდებაო. ფილოსოფოსი ლაოძი ამბობს მაგას. და არც ქრისტიანობა არ გაძალებს მაგას, მეათეც გეუბნება შემოსავლიდან, მეათედი გაეციო და დანარჩენი შენი საჭიროებისთვის მოიხმარეო. ახლა ბერები და ისინი ნახევარს მონასტრის საჭიროებისთვის ახმარობდა, მაგალითად წმინდა პიმენი რომ ამბობს კალათებს აუხსოვდიო, ნახევარს კიდე ქრიობლებს ურიგებდიო. ეს გასაგებია ყველაფერი, მაგრამ აქ ხო ჩვეულებრივ საერო ადამიანზეა ლაპარაკი და მეუბნება რომ მის სახეში დავინახე ქრისტეო. იმ წამსვე მივედიო ამ ქალბატონთან და მეუთხარი, არაფერი არ მithქვია ისეთიო, მეუთხარი ქალბატონო, შეგიძლიათ შემომყვეთ სუპერმარკეტშიო. შემომხედაო. თამას მის სახეში ქრისტეს ვხედავდიო. ხო და მაპატიეთ უნდა გადავიდე წმინდა მამათა ცხოვრებიდან ის მოძღვარი რო ელაპარაკება და ეს რო ეუბნება რომ არა მე ვერ გავცემ და ესე და მე მშიერი ვერ დავჩები და რამე და ამ დროს ტაძრიდან გაბრაზებული გამოდის და ტაძრის კარებში ხვდება კაცი და ხელს უშვერს. ვაიმე მამაო, შემრუნდა უკან ყვირილით. რა მოხდაო? მამაო მუთხრა. რა მოხდა და კარებში ქრისტე დამხვდაო? რას ამბობო კაცო? ხო, ქრისტე დამხვდაო, პირდაპირ და ხელი გამომიშვირაო. კაცი იდგაო და იმის თავზე ქრისტე იდგაო და პირდაპირ ის მიშვერდა ხელსო. ანუ ესეთი რაღაცა არსებობს, ნუ ვიცით ჩვენ, ხო, ქრისტიანებმა ყველა მიცის თითქმის, ვინც ამ საქმეში გარკვეულია და აი ასე დაუნახია ამას ეს, ნუ ქრისტიანი ბიჭია რა, აი წარმოიდგინეთ ამდენი, რა ვიცი ხა, აი გუშინ რას ვამბობდი, ხო და რო შეუყვანია ეს ქალბატონი. თვითონ რაც ამოუღია, ჩაუყრია ყველაფერი, რა ქვია, კალათაში და უთქვია ქალბატონო, შეიძლება მეო არ ვიცოდეო თქვენ რა გჭირდებათ კიდე დამატებითო და ეს კალათიო, აგერ გორგოლიანი კალათი გამომართვითო და შემოუარეთ თუ ამ მთელ იმას რა ქვია სუპერმარკეტს მე იქ დაგელოდებითო და თუ რამე გჭირდებათო კიდე რაც გინდათ აიღეთ და ყველაფერს მე გადავიხდიო. და ასეთი ამბავი ძალიან ბევრჯერ მქონდა ცხოვრებაში და შენ წარმოიდგინე რა ბედნიერი ვარ, რამდენჯერ ვნახე ქრისტეო. გესმით? მე როდესაც ჩემი ცხოვრების უკან ვიყურები და ნუ რაღაცას რეზიუმეს ვაკეთებ ჩემი ცხოვრებისას, მახსენდება ის ტანჯვა წამება, უსახლკარობა, ავადმყოფობა, ღალატი, უბედურება, რა ვიცი თუ რამე გადამხდენია ეს ყველაფერი, როდესაც ვიხსენებ, არ დაგიმალავთ და ადამიანი ხანდახან რაღაცა გძლევს, ნუ ადამიანი ამპარტავანიც არის, ამბიციურიც არის, რა თქმა უნდა თუ ამას მიისცემს საშუალებას რომ ამან დაგიპყრობს და გაგანადგურებს, მაგრამ მომენტებში მაინც გახსენებს ეს თავს და
მაინც იმაში გიშვება გაწვალებს რა გააჩნია როგორი სიძლიერის ადამიანი ხარ და როგორად რგუნავ ამას და მომსვლია აზრი რომ ამდენი უბედურების, ამდენი ღალატის, ამდენი იმის მაინც მადლობა უფალო რომ არ გავბოროტდი მეთქი და ამ დროს ქვეცნობიერი გეძახის ეს შენ შეძლებთ ამას და ეს ამ პარტავნობაც მაშინ იღვიძებს საშინელებაა საკუთარ თავთან ბრძოლა თუ საკუთარი თავი არ დაამარცხე ნუ ფიქრობ რომ შენ ვინმეს დაამარცხებ გარეთ შენ არ ამარცხებ თუ შენ ცხოვრებაში ვიღაცას ამარცხებს ის ეშმაკი ამარცხებს მაგრამ დამარცხებას მე სხვაგვარად გელაპარაკებით სხვა რამეს უგულისხმობ მე ბარიერების გადალახვა ლაბირინთების დაძლევა ეს თავისთავად გამარჯვება და რა თქმა უნდა მიფიქრია რომ ეს მე შევძელი გაუღვიძია იქ ამ პარტავნებასაც და ამბიციასაც რა თქმა უნდა მე ეს დამიტრგუნია და მიფიქრია რომ ეს ღვთის დახმარებით გავაკეთე დიახ მივსულ ვარ იმ დასკვნამდე მალევე ნუ მე ძალიან დიდი ბრძოლები ამასთან დაკავშირებით არ მქონია ყოფილა რაღაცა შემოტევები ჩემ ცხოვრებაში რაღაც გაბოროტების მომენტებიც მაგრამ ერთხელ ძალიან საშინელი რამ დამატდა და მეუფეთა დეოზმა მიშველა ეს იცის ჩემმა მსმენელმა და მეგონა რომ მე გარკვეულ რაღაცას საფეხურზე ვიდექი იმაში რომ მადლობას უხდიდი ღმერთს რომ შენი დახმარებით უფალო მე არ შევიძული ადამიანი მაინც არ მძულს და კმაყოფილი ვარ ხო ისა ოცრებაო რამდენი რამე არ ვიცით ადამიანებმა და თურმე რამდენი რამე არ მცოდნია მე ეხლა ამ ბიჭის ცხოვრებასა და ჩემ ცხოვრებას შორის პარალელი გავავლე გუშინ ეს ვიდეო რო ჩავწერე იმასთანაც ვისაუბრე კიდევ ბევრი ვისაუბრე და დავჯექი და ვფიქრო ვიცით მე გასაგებია იცით ჩემმა მსმენელმა რომ მამალი ბიჭი ვიყავი არავის არაფერს არ დაუთმობდი ისე რომ მე მაინც რაღაცით მაინც გამქონდა ლელო და ვიღაცას არ დავემონებოდი და ეს სხვანაირი ტიპია ეს თავდახრილი უპატიოსნესი და უწესიერესი ადამიანია რომელმაც უამრავი ტანჯვა გადაიტანა ოღონდ სხვა მხრივ ჩაგვრის და უბედურების ხარჯზე გაიარა ეს ცხოვრება ჩვენი ცხოვრება აბსოლუტურად განსხვავდება მე მაინც ვიყავი რაღაცით ნუ საკუთარ იმაზე დამოკიდებული და რაღაცას ვიბრძოდი ეს ვერ იბრძოდა ამას მთელ ქვეყანაზე არავინ არ ყავდა და პირველად ვიგრძენი გუშინ უსუსურად თავი პირველად ვიგრძენი თავი ძალიან მომცრო ადამიანად პირველად ვიგრძენი თავი რომ ეს ადამიანი თურმე რამდენით მისწრებს მე სულიერ ასპექტში და რამდენად დაბლავდგევარ მე მასზე თქვენ გესმით ეს ყველაფერი თელმა ჩემმა ცხოვრებამ გადაირბინა ჩემ თვალწინ და მივხვდი რომ ჩემი ცხოვრება არაფერი არ ყოფილა მის ცხოვრებასთან მე არაფერი გამიკეთებია ყოველ შემთხვევაში იმის მეათედიც კი რა მეათედზეა ლაპარაკი მე არ გამიკეთებია არაფერი
და ის რამდენით მაღლა დგას და რამდენით მიახლოებულია ღმერთთან. ბოლოს ასე დაამთავრა მან, როგორც გითხარით, იცი რამდენჯერ ვნახე მე ქრისტეო. ღმერთო ჩემო, დავიშალე მთლიანად. დღეს მე ვფიქრობ, იცით, ხანდახან როგორ ვამაყობდი, ამდენი რამე შევქმენი, ამდენი რამე გავაკეთე, ამდენი ვიღვაწე ერისთვის, ამდენი. თურმე არაფერი გამიკეთებია. თურმე აგერ უბრალო ადამიანი, რომელსაც არც ლიტერატურა შეუქმნია, არც მეცნიერული ნაშრომი შეუქმნია, არც არაფერი შეუქმნია. ნახა უამრავი ტანჯვაწამება ქვეყანაზე, ერთი გულშემატკივარი არ აყავს, ერთი ადამიანი არ აყავს. და მან რამდენჯერ იხილა თურმე ქრისტე. თქვენ გესმით აქ რასთანა გვაქვს საქმე? ყველაფერი დამავიწყდა მე. ერთი კაცი მწერს, ერთი ადამიანი, არ ვიცი კაცია, ბიჭია, ვინ არის, არ ვიცი, მაგრამ მამაკაცია ვიღაცა მწერს ასეთ რამეს, რომ ბატონო თამაზო, თქვენო ამ ქვეყანაზე არ ცხოვრობთო, კაცო, ცოტა ისე დიდაქტიკური ტონი ვიგრძენი მის მონაწერში. ვალიო, გასაკვირიაო ადამიანს, ადამიანის ვალი ჰქონდესო. ვერ გავიგე მეთქი მე უთხარი. ხო, რა მოხდაო იმან, შეიძლებაო ისო ჭირდებოდაო ფულიო და წაიღოო და დაუბრუნებსო რა, არა ვალიო ეხლა რა. ვალი მე როგორ უნდა გამიკვირდეს, მთელი ცხოვრება გაჭირვებული ვარ, კაცი. ბალზაკი, ონორე დე ბალზაკი, ადამიანური კომედიის ავტორი, აგერ რა ქვია, დანტეს ღვთაებრივ კომედიაზე დიდიაო, კრიტიკოსები ამბობენ, მისი ადამიანური კომედიაო და ნახევარი საფრანგეთის ვალი მქონდა, იმ კაცს ისე მოკვდა. ვალი რო გაქვს მეთქი, მე უთხარი, კაცო. ადამიანს და ცდილობ იმის გადახდას, ის ესხი ადამიანისგან ფული და ცდილობ იმის გადახდას, ეს სხვა რამეა. შეიძლება ვერ გადაიხადო, ისე მოკვდე, რომ ვერ გადაიხადო, მაგრამ ვალი აიღე და ცდილობ იმის გადახდას და არა გაქვს იმის საშუალება, რომ მე ვინ მასწავლის მაგას მეთქი, მე უთხარი, კაცო, მთელი ჩემი ცხოვრება გაჭირვებაში გავიარე, კაცო. მაგრამ ეს სხვა არის, მაგრამ ის თაღლით ურად მოპარა კაცმა ფული, მე უთხარი. ძალიან დიდი ბოდიში და რაღაც არაადეკვატურ კაცთან ხო არა მაქვს საქმე, რა სამწერ, მე უთხარი, ეს რა მონაწერია, მე უთხარი, კაცმა ფული მოპარა ადამიანს, რომელსაც ახლობლად ათვლიდა. ეგ არის ვალი, კაცო. ნუ არ ვიცი, ესე იგი 1000 ადამიანთან მიხდება, ესე იგი აი ამ სოციალური ქსელები, რაც იმას ვქენი, წარმოიდგინეთ, რომ ესე იგი უკვე აი რა არის იცით, აი დავიბენი რა. დავიბენი, იმიტომ რომ ეს რეალური ცხოვრება სხვა არის, ხა ადამიანებთან ვისთანაც ამაქვს ურთიერთობა, კი ბატონო, ეხლა მაგრამ აქ აბსოლუტურად თან ვერ ახედავ კაც ვინ არის თან ძალიან დამაბნია ამ ყველაფერმა. ეხლა ამბავი რაზედაც მე უნდა გესაუბროთ, აი რა სათაურიც წაუმძღვარე მე, უკაცრავად. არის ასეთი რა, მე ხა მიდევს იქ ერთი ადამიანისთვის კინაღამ სიცოცხლე გავწირე და მივადექი და გაჭირვებული და როგორ დამთავრდა გნახეთ თქვენი ამბავი, ხო? ერთი პერიოდია და ახალი გაკეთებული მაქვს ოპერაცია.
და ისევ არის წელში მოკაკული, გაუბედურებული, განადგურებული, რომ ესე იგი ძალიან მძიმე ოპერაცია გადავიტანე და მოკლედ კი მყავს ვიღაცები გულშემატკივრები იქიდან ის მეხმარება ის, მაგრამ მე ცოტა ისეთი მყარი ადამიანი მჭირდება, ცოტა ისეთი დახმარება, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვარ. თან მიაქციეთ ყურადღება ქირას ვიხდი. თან შერჩევითი საჭმელი. თან არაფერი მეჭმება გარდა ხბოს ხორცისა. დიდება შენ და ღმერთო, ვარ ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ამას ვისაუხსდი. შვილად მოხარშული ხბოს ხორცი ჭამო ყოველ დღე. ეს ის ხო არ არის კაცო, ხბოს ხორცი მე მგონი ერთი, რავი, რამდენიმე წელიწადი იქნება არ მიჭამია, იმიტომ კი არ გელაპარაკებით რომ შემიძლია გავიდე ვიყიდო, მაგრამ არა ვარ ისე არა ვცხოვრობ ისე რომ მაგალითად ყოველ დღე ხბოს ხორცი ვიყიდო, კაცო. ეს ერთ-ერთი ფუფუნების ის არის, რა ქვია, ხო და ეხლა წარმოიდგინეთ ახალინა ოპერაციები ვარ და ექიმი მეუბნება რომ ეს იმდენად დიეტური საჭმელია და თანაც იმდენ იმას შეიცავს რომ მალე მოგაჯანებს ასე ვთქვათ რა. და ნუ მენიუ არის უკვე განსაზღვრული, შევიდა მჭირდება ისეთი ადამიანი რომელიც ერთნაირად დამეხმარება და მხვდება ჩემი კლასელი. დავდივარ მე ფეხზე, მაგრამ ვაი იმ სიარულს კაცო. ხდება ერთი ჩემი კლასელი და გაუხარდა რომ დამინახა რამე იქ-თაკე და აბა სადახარ შენ, აბა სადახარ ის ჭკვიანი ბიჭი იყო ის ხო და აბა შემხედა მე რა დღეში ვარ რამე და ამაზონ მე იქ მუშაობ სადღაც რა ვიცი რაღაცაზე მუშაობ დღეში გავაკეთო 10 მანეთიო 15 მანეთიო ეგ არის ჩემი რაღაცაზე მუშაობ და საცოდავი და რომ დამინახა ესეთ მდგომარეობაში ვიყავი, ნუ ამას გელაპარაკებით დაახლოებით ერთი დაახლოებით 2000 წელია რა გასული დაახლოებით იმის შემდეგ აი ამ პერიოდებზე სადღაც 2000 რაღაც წელი აღარ მახსოვს ზუსტად, მაგრამ აი ეს წლებია რა სადღაც 20 წელია შეიძლება არც კი გასული 20 წელი და აი ეს მომენტია და ამოიღო ამ ბიჭმა ფული და 15 მანეთი ედო ჯიბეში და 10 მანეთი მე ჩამიდო მე უთხარი არ მინდა კაცო რას ლაპარაკობ მე უთხარი ამას მე ფული როგორ გამოვართო ეს თვითონ გაუბედურებული მაგრამ არაფრით არ ქნა კაცო რას ლაპარაკობ შენ აგერ ოპერაცია გაკეთებული და ამ 5 მანეთს დავიტოვებო პური მაინც მივიტანო სახშიო მაგრამ ერთ რამეს გეტყვიო ჩვენი კლასელი ესა და ეს გახსოვს არ მინდა ხა სახელი დავასახელო და გვარი მთელი რავი შეიძლება მთელი თბილისი იცნობს იმას ხო და ნუ ყოველ შემთხვევაში ნახევარი თბილისი მაინც იცნობს რა და ზოგს გაუგია და ისე არ იცნობს სახეზე მაგრამ გაგებით გაუგია რატო იმიტომ თანამდებობის პერიოდი და მე არ ვიცოდი სხვათა შორის რომ ეს ჩემი ერთ-ერთი კლასელები მყავდა კი არ გენერლები გამოვიდნენ ისინი ესე როგორ არა მყავდა კლასელები, გამოჩენილი კლასელები რა, მე იქ-თაკეთ, მაგრამ ჩვენი ესა და ეს კლასელიო სად მუშაობს იციო? სად მუშაობს მეთქი და სად მუშაობსო და მერი ისო ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი სამსახურის უფროსიაო. რას ამობეთქი? და შენ რომ მიხვიდე მაგასთანო ეგ უბრალოდ უარს ვერ გეტყვისო და რატო ვერ მეტყოდა უარს ეს რას ფიქრობდა ახლა ეს რომ ჩვენ სკოლაში მოიყვანეს ინტერნატზე აქ ლაპარაკი ისევ და ისევ ახლა არი ფიქრობთ ამაზე ვარ ახლა მე აკრეფილი მაგრამ ეგზიუპერის არ იყოს ჩვენ ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ მიყვარს ხოლმე მაგის გამეორება
და რატომ ვერ გეტყვის უარსო და რატომ ვერ მეტყოდა უარს და გეტყვით ახლა ეს ბიჭი გადმოიყვანეს მესამე კლასს ვამთავრებდით მესამე კლასი მთავრდებოდა და ამ ბიჭს გარდაეცვალა თურმე დედა და მოიყვანეს ჩვენ სკოლაში მოიყვანეს იმიტომ რომ რაღაცა ნიჭიერი ბავშვი იყო რაღაცა იქიდან და მე მგონი სხვა ინტერნეტში მივიყვანია ჯერ და იქიდან მე ნიჭიერ ბავშვებს ახლა მე ნიჭიერ თაწრეთში ხო ვიყავი ლოტკინზე და მოიყვანეს იქ მესამე კლასი მთავრდებოდა ეხლა წარმოვიდგინეთ სკოლაში ჯერ სკოლაში წარმოვიდგინეთ რომელიც ჩვეულებრივი სკოლაა ხო და ახლა ინტერნატი სადაც უკვე ერთმანეთს უკვე იციან ვინ არის სუსტი ვინ არის ძლიერი ვინ არის ესეთი ვინ არის ისეთი სულ ერთმანეთს იცნობს და ჯერ ქათმებს რო შეაგდებენ ხოლმე ახალ კატამს საქათმეში და ის ამრეზით რო უყურებენ ხოლმე ქათმები ხო იცით კაცო ახლა ყველა წარმოვიდგენიათ ეგ ამბავი გაგებული მაინც გექნებათ ხო და მე რო ჩაუნისკარტებენ ერთი მეორე მამლები ისინი ესენი და ახლა სკოლაში რომ მოიყვანეს ეს ბავშვი ყველა უყურებს უკვე ზომავენ ახლა ეს რომელი იქნება კლასში როგორ იყო იცით ახლა პირველი ვინ არის, მეორე ვინ არის, მესამე ვინ არის და იქ დათითოებული გვაქვს ადგილები ახლა რომ ვინ არის უფრო ყველაზე მაგარი ჩხუბში, იმაში რაღაცა და ახლა იქ სწავლით არის საზღვრებოდა, თუმცა მაგაზედაც ვეტყვი ახალგაზრდებს ბოლოს მე მინდა რომ ახალგაზრდებმა უფრო მომისმინონ ხოლმე ამასთან დაკავშირებით, ხო და თუმცა დიდი ადამიანების რომ ისმენდნენ და ვხედავ მე რომ მათაც სიამოვნებთ ეს ცხოვრებისეული საკითხები რა თქმა უნდა ჯანსაღად განხილული თორე ზოგიერთები რაღაცა გასცდებიან და ერთი მიწერდა ხოლმე გაზეთში პასუხებს ასე ვთქვათ და რომ ერთ გაზეთში ვმუშაობდი და ვიღაცა მიწერდა ხოლმე იმებს და მე ვუთხარი რომ არ მინდა დავასახე ლუიზი ცნობილი კაცია და მე ვუთხარი შენ ბოლოს რო შემაწუხა პასუხს არ ავცემდი და მე ვუთხარი გალილეო გალილეი მეთქი მე ვუთხარი 12 მეტრიანი ჭიდან ჭოგრიტით უყურებ და მეთქი დღისით და იმდენი ცდომილე ვიყავს აქვს აღმოჩენილი მე ვუთხარი ვარსკვლავებს ახედავ და იქიდან და შენ თაკარამზის გულზეც არ გაგიჭირდება ვარსკვლავების აღმოჩენა მეთქი ნარკომანი იყო ასე ვთქვათ რა იცნობს იმასაც მთელი ქვეყანა მასე მოვიშორე რაღაცა ისეთი რაღაც წერილი დაუწერე რომ მთელი ქვეყანა ხარხარებდა მაგაზე ხო და ერთი სიტყვით ეს ბიჭი რომ მოიყვანეს ყველა ამრეზით უყურებს ეხლა ეს ვინ არის როგორია ჩხუბშია მაგარია ის არის როგორ გავიგეთ ეხლა რომ დედა გარდაეცვალა საწოდავია ვიღაცა რა შევხედე ეხლა მე ცოტა ახლა სკოლაშიც და იმაზე არა მქონდა მე პრობლემა იმიტომ რომ იმ სწავლასთან ერთად იყო თუ იმასთან ერთად იყო მოაქცევდი ყურადღებას ამ ფიზიკურ განვითარებას სკოლიდანვე რა თქმა უნდა ჩემთვის არავის არ შთაუგონებია ეგ მაგრამ ნორმატივების ჩაბარება იყო თუ რაღაცა პირველი ვაბარებდი მე და ამიტომ ფიზორგს ეძახდნენ ჩვენ დროს ფიზორგიც მე ვიყავი და ის და ერთი სიტყვით მე მქონდა ეს ჩემი ის რა ქვია და არც იმისი მეშინო და არც იმისი ხა სწავლითაც ვსწავლობდი ისედაც და ასედაც და ჩემ კლასზე აღარა ლაპარაკი უფროს კლასელებთან მეგობრობდი იმიტომ რომ ხედავდნენ იქ რომ ჭუბობდით იმას ამას რაღაცა იქიდან და ეს ჩემთვის ეს ყოველდღიურობა იყო ასე ვთქვათ რა ხო და რა ვიცი როგორ გითხრათ ეხლა ეს ბიჭი რო გადმოიყვანეს დაიწყეს ამისი უკვე დაჩაგვრა უკვე ხედავ რომ უკვე უნდა დაჩაგრონეს რა და მე ხა ბავშვობიდან ვიყავი გულშვილი აი იქ მე ადრეს მოგიყევით აი ბავშვები ბაყაყებს დაიჭერდნენ ხოლმე იქ შეურჭობდნენ რაღაცას იმას და ვაიმე გული როგორ ისე იმათ მიშებოდა რომ ვაიმეს როგორ და ვიტანჯებოდი კაცო არ შემეძლო ამეების ყურება იქ ჭიანჭველებს თავს მოაგლეჟავდნენ იქ იმას დიდი ჭიანჭველები დადიოდნენ იქ რაღაც და ვაიმე
მაგრამ აი რაღაცნაირი გული მქონდა რა და რო დავინახე ეს ბავშვი რო იმან დაჩაგრა რა იმან წიხლი ამოარტყა ამანის აიცინიანი იხოცებიან სიცილით და მე ვთქვი აბა ეხლა შენ მოდი აქ მე ვთქვი რა ქვია ეს ამ ქვია არ მინდა სახელიც კი რო დავასახელო იმიტომ რომ სახელითაც კი გაიგებენ ვიზე ვლაპარაკობ იმიტომ მერიაში ერთ-ერთი კიდე გეუბნებით დიდი სამსახურის უფროსი იყო წლების განმავლობაში ხო და ჩემს გვერდზე ბავშვები ახლა ერთად რო ვიწექი დიდი უზარმაზარი ოთახი იყო და ეგ ჩამწკრივებული ეს საწოლები და ჩემ გვერდზე ვისაც ეძინა კი ნუ ახლა რაღაცა 9 მეტრი იყო საწოლებს შორის დაცილება და ბავშვები ხან წიხლებს ურტყავდნენ ერთმანეთს მე ძიძა შემოვარდებოდა ღამე არ იძინებდნენ და იყო ერთი ამბავი აი ესეთი რაღაცები ხდებოდა და ვიფიქრე ახლა ეს უბედური სადღაც რომ დაწვეს ახლა ვიღაცამ შეიძლება წიხლი ჩაარტყას ან რაღაცა იქ გამოიწვა ან ბალიში ესროლოს ან რა ვიცი რაღაცები ხდებოდა რა ესეთი რაღაცები და ავდექი და იმ ჩემ მისთანაც ვახლობლობდი იმას და იქით გადაიწიე მეთქი გადავაჯგუფე ეს კლასის ორგანიზატორიც ვიყავი მე ისა და თავისებურად მაინც მიჯერებდნენ ესენი იმიტომ რომ თუ არ დამიჯერებდნენ და მაინც ძალით გავიტანდი ჩემ იმას და ეს ბიჭი დავაწვინე ჩემს გვერდით მე კედელთან ვიწექი როგორც აი ციხეებში რო არიან ხოლმე კურდები ხო და რომ კაი ადგილს რო გამონახავენ და ეს დანარჩენები რო ესე არიან რა ესე ვიყავი სკოლაში და მაპატიეთ ახლა ამას რო გელაპარაკებით მაგრამ სიმართლეს გელაპარაკებით უბრალოდ რა და კიდევ ვიძახი რომ ახალგაზრდებო მისმინეთ და რომ არავინ დაგჩაგროთ რომ არავინ ისა სწავლასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება ძალიან ბევრჯერ მაქვს ჭუბე მოსული იმაზე არაერთხელ მithქვამს რომ ესაო ის არისო და ამ დროს ფიზიკურადაც უნდა იყოთ მაგრები და გულიც მოგეცემათ ისიც მოგედა ანუ ყველაფერი უნდა იცოდე და ყველაფერი უნდა შეგეძლოს აი ესეთი უნდა იყო რა აი ყველა ახალგაზრდას მოუწოდებ მე რო ევროპაში უყურებდი ქართველებს და იმებს და არ იყოს გული გამიცრუდა და გამიტყდა და დღესაც რო უყურებ ახლა უამრავს ახალგაზრდა რო ვიყავი 100 კაცი შეუვარდებოდი და იმაზე როგორ შეიძლება ესეთი რამე კაცო ეს დრო აღარ დაგიბრუნდებათ ერთხელ კომპოზიტორი მყავდა ერთი ერბალოსარიშვილი და მითხრა რომ ესაო ეს დრო რო გარბისო რა მაიმუნობდი რა იქ ანსამბლში უკრავდი და ეს დრო უკან აღარ დაბრუნდებაო რომ მიდისო ეს აღარ დაბრუნდებაო და მე იგივე გამიმეორა ერთმა ებრაელმა ქალბატონმა რომ ეს ციკციკა წამებიო რომლებიც წინ მიიწევენ უკან აღარასოდეს ბრუნდებიან ანუ ის დრო ჩვენ ყოველი ადამიანი ყოველი ციკციკა წამით უახლოვდებით სიკვდილს ამიტომ ცხოვრება რომელიც ერთხელ გვეძლევა გამოიყენოთ ყველანაირად მის თუ რამეს გვაძლევს ცხოვრება მივიღოთ ამ ცხოვრებისგან ცოდნა იქნება თუ რა ძალა იქნება თუ რაც იქნება შეიძლება დამარცხდე αλλά კეისარის დამარცხდა მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს რომ ლაჩარი იყო კაცო ნუ გეშინიათ ხო და ერთი სიტყვით მე გავხდი ამ ბიჭის მფარველი ბევრი მყავდა ესეთი რაღაცა ვისაც ჩემს ასე ვთქვათ მფარველობის ქვეშ ვიყვანდი რამდენიმე ადამიანი და ერთხელაც მოხდა სასადილოსთან ესე დაგვამწკრივებდნენ ხოლმე რა და ამ ბიჭმა მითხრა მე არ ვიცი სადღაც აღმზრდელმა დამიძახა თუ რა სანამ სასადილოში გაარკვევდნენ ადგილებს სად ვინ უნდა დამждარიყავით აღმზრდელები შედიოდნენ მე ჩამწკრივებული ეს კლასელები სხვადასხვა კლასელები ერთი კლასი ერთ მხარეს იყო მეორე მხარეს და ასე შემდეგ ჯერ ერთი შედიოდა მე იცოდნენ უკვე ეს მასწავლებლები არკვევდნენ შიგნით ადგილებზე რა ადგილებზე უნდა განლაგებულიყავით სად დავეტეოდით რამდენი ბავშვი ვიყავით და ასე შემდეგ და მე არ ვიცი აღარ მახსოვს დამიძახა აღმზრდელმა თუ რაღაცა რო გამოვედი ეს დამხვდა ნამტირალები და რა მოხდა მეთქი მე უთხარი და რა მოხდაო და აგერო იმანო ვიღაცა მოხევე იყო ჩვენზე ერთი წლით უფროსი რა ჩვენ მაშინ აღარ მახსოვს მე 4 თუ მე 5 კლასში ვიყავით მე მგონი მე 5 კლასელები ვიყავით უკვე
ხო და უკვე ბევრი ხანი გავიდა უკვე ამის უკვე ეს აქვს ჩვენთან არის უკვე მიჩვეულია, მაგრამ მაინც ვიღაცები უყურებენ რომ ჭკვიანია და ჩაგრა, დაჩაგრა უნდა და წიხლი ამომარტყაო და თავში ჩამარტყაო. ვინ იყო მეთქი და ეს იყო ჯერ არ მეუბნებოდა და მე მითხრა. მეუთხარი რატო ამოარტყი წიხლი, რატო ჩაარტყი მეთქი მეუთხარი. მე შენ ვინ კითხავსო და მოკლედ იმ წკრივში და იმაში გაუსწორდი კარგად, ასე ვთქვათ ამის გულისთვის. გამოცვიდნენ ეს მასწავლებლები რამე და ჩემი აღზრდელი იყო ბიზინა მაჭავარიანმა და ალავიძეო ტყუილა არაჩხუბობსო რა. მე აგის დარწმუნებული ვარ მაგაშიო მეო და ამიტომ ეძებეთო დამნაშავე სხვაგანო. ეს ვიცნობ მე ამ ბავშვსო და ეს ტყუილი უბრალოდ არიჩხუბებდაო. ძალიან მხარს მიჭერდა, ძალიან კარგი ადამიანი იყო. ხო და ასე ვიცავდი მოკლედ რა. და ეს ბიჭი იყო ერთ-ერთი უდიდეს სამსახურის უფროსი ქალაქის მერიაში და მე რატო მოგიყევით? აი რამხელა ამაგი მაქვს ამაზე მთელი ამბავი რამე. ხო და გამიხარდა კაცო ტელეფონი მომცა ამან და მითხრა რომ მე ვნახეო ისეთი მანქანი თუ ჯავშნიანი მანქანი რავი მე მგონი $300,000 $300,000 როგორც დღეს ახლა $2 მილიონი ქონდეს არ ესეთი ფულია რა. და უმდიდრესი ადამიანია და თუ ეგ გიშველისო რა. აუდექი დაურეკე მე უთხარი მე ვარ მეთქი და საიდან მომაგენიო კაც განა იმას მეუბნება რომ გამარჯობა როგორ ახარ რამე. პირველი კითხვა საიდან მომაგენი ვინ მოგცა ჩემი ტელეფონი. არ მესიამოვნა რა. მე უთხარი შეხვედრა მინდა მეთქი შენთან. სადახარ მეთქი და მერიაში ვარო რა და ნუ შეგიძლია მოხვიდეო. აი რატო არ მიყვარს მე აი სხვათა შორის შექსპირი ამბობდა ასეთ რამეს რა სიმდიდრე ერთ საათში იქნება გაჰქრეს რა ტიტული ის ხომ მაცდურ ბურანში გაყვევს მე ხომ მხოლოდ ვეძიებ სახელს ადამიანებს სიმდიდრე და ტიტული აკარგინებს ყველაფერს რა. მივედი მერიაში, გაუბედურებული ვარ რა. მეტყობა, ავიცი, ნუ ერთი ჩხირივი თავარ, უკვე ისეთი მდგომარეობა მაქვს, აი საცოდავი, აი რომ შემხედა უკვე, აი მე თვითონ რო შევხედავ ჩემ თავს, აი ისეთი გამომეტყველება მაქვს, რომ ესე იგი აი არაფერი რო არ შემიძლია რა. წარმოიდგინეთ ეხლა ამხელა ოპერაცია გადავიტანე და ისე ვარ უკვე აი დაოსებული დავდივარ რა. მივედი რომ დამინახა, მას კარგად გამოიყურება კაცო, გაჩაგავს თუკებული და ჩაკოსტუმებული და სუფთად ჩაცმული და რამე და რომ დაურეკე შიდა ტელეფონიდან შემიყვანა სასადილოში და მეთქი ახლა სასადილოში რომ შემიყვანა ამან ხო არ იცი ჩემი მდგომარეობა და მეთქი ამან შეუკეთავს რაღაცას ახლა შევხვდი ამდენი წელიწადი არ მინაყია შენც არ მომიკვდე ცარიელ მაგიდასთან ვიჯექით და ცარიელი მაგიდიდან დავშორდით ერთმანეთს მე აუხსენე ჩემი მდგომარეობა შეიძლება გაგიკვირდეთ რომელიმეს და იმიტომ წაუმძღვანე სათაური და კარგად დაიმახსოვრეთ ახალგაზრდებო. იცით რა მითხრა? მეო 20 კაპიკი არ მაქვსო 20 თეთრიო რომ ავტობუს გავყვე სახშიო და თანამშრომელს ველოდებიო რომ მანქანით წამი. ამან არ იცის რომ ეხლა მე ეს ინფორმაციები ამას აუდი აქვს თუ რაღაც ჯანდაბა ჯავშნოსანი და ეს არ იცის ამან. და ჯერ ერთი
მერიის თანამშრომლებს როგორც ვიცი ტრანსპორტის პრობლემა არ აქვს და სატრანსპორტო იმის საშუალებები ეძლევათ და ნუ დავანებოთ მაგას თავი ხო და აი რა მითხრა ხედავთ თამას დამიჯერეო რა სახში როგორ წავიდე ნუ მაგის ფული არ აქვს ამიტომ ვერ დაგეხმარებიო რამდენიმე თვის შემდეგ მერიიდან იცით რატო დაითხოვეს ათეულობით მილიონი დოლარის მოპარვისთვის ამიტომ გახსოვდეთ კიდევ ერთხელ გიმეორებთ არ მიაკითხოთ გაჭიროებაში მას ვისაც ოდესღაც სიკეთე გაუკეთეთ იმიტომ რომ ეს არის ცხოვრების კანონზომიერება მე მითხრა ერთმა ჩემმა ახლობელმა როდესაც უთხარი რომ სიკეთეს ეცდები რომ სიკეთით გადაგიხადო მეთქი მან იცით რა მითხრა ლაზარემ როგორ უნდა გადაუხადოს ქრისტეს სამაგიერო მე მგონი აქ ყველაფერია ნათქვამი ეს კანონზომიერება ალბათ ეს რა არის იცი იმიტომ არის ნათქვამი რომ დაივიწყე ის რასაც აკეთებ და აღარც ეგ პრობლემა აღარ გექნება ამიტომ დევს ქრისტიანობაში შენი მარცხენა რომ აკეთებდეს იმიტომ მოგიყევით ეს ყველაფერი ეხლა რომ მე ეს არ უნდა დამემოხსოვრებინა მე ეს არ უნდა მხსომებოდა გესმით მე ვარ დამნაშავე პირველ რიგში და რაც დავიმსახურე მივიღე ის გამიგეთ ესე იგი მე იმას გავახსენე რომ მე შენ გადაგარჩინე სიკვდილზე წავედი მივიღე 0 მივიღე 0 იქაც ზი დამნაშავე ვინ არის დამნაშავე ვარ მე რატომ იმიტომ რომ ჩემი გაკეთებული სიკეთე დავიმახსოვრე გესმით მე ახლა კი არ მივხვდი ამას ახლა ნუ წლების წინ მივხვდი მაგრამ მოდი ეს იცოდეთ ეს ცხოვრების აქსიომა და კანონზომიერება ღვთისა არ დაიმახსოვროთ არაფერი რას გააკეთებთ კარგს და თავად ღმერთი მოგაკითხავთ თქვენ აი როგორც იმან იხილა ქრისტე ესე გამოგეცხადებათ ადამიანის სახით ქრისტეს საშუალად ბევრი გაჭირვება ჩემი უცოდი ნრობით გადავიტანე ბევრი გაჭირვება ჩემი ამპარტავნობით მე რომ ყოფილიყავი ცოტა თავდახრილი კაცი მე მეუფეთადეოზი მეუბნებოდა შენ კაცო ვერ გავიგე სვანი ხო არა ხარ რა გული ხელში გაქვს მოწოლი ვიღაცა რაღაცას გეტყვის და პირდაპირ როგორ შეიძლება ესე მე რომ ყოფილიყავი სხვანაირი ზომიერი ადამიანი არ დამემახსოვრებინა სიკეთე ასე არ მეფიქრა და ცხოვრებას ისე გავყოლოდი როგორც ნამდვილი ჭეშმარიტი ქრისტიანი მე ამ უბედურებებს არ გადავიტანდი მე ამ ფიასკოებს არ განვიცდიდი დღეს მაგალითად რომ ვეუბნები ხალხო დამეხმარეთ ხალხიც დამეხმარებოდა ხალხიც არ მეხმარება ხედავთ რამდენ რამეს მეუბნება უფალი ამაში რომ დამნაშავე ხარ შენ და ხალხი კი მეუბნება რომ შენ არ გაბოროტდი ბატონ რო გავბოროტებულიყავი ეგ უარესი აღარ იქნებოდა მთლიანად მოსპობა იქნებოდა ჩემი და კიდე კარგი რომ მაგას მაინც რომ რაღაცა ვიღაც არ შემეშემძულდა კაცო თორე ეს დანაშაულებები რასაც გელაპარაკებით და რასაც ვიღებ მე ცხოვრებისგან რა თქმა უნდა ჩემი დანაშაულებებია ჩემს გამოხდება ეგ ამბავი ახლა მეორე ვარიანტიც არის კი ბატონო მაგრამ ის ნაკლებად არის ახლა ბლესპასკალი რო კდებოდა და
თავში სიმსივნე ქონდა, ყველას ღმერთმა გვაშოროს თქვენს და მეც და რავი ყველა ჩვენიანს და არ აყავდა ოჯახი და მეგობრები ყავდნენ და იმ ქრისტიანულ იმაში იყო ახლა იმ მონაზვნები და ისინი ხედავდნენ და რო გაითიშებოდა თურმე და გონს მოჰყავდათ მადლობა უფალო შენო ეუბნებოდა რაღაც უხდი მადლობას ღმერთს ტანჯავსო ესე ტანჯებიო და გამოითიშებიო გონებას კარგავ ტკივილებისგან და გამოგდევ ხარ მდგომარეობიდან მადლობას უხდი ღმერთს იმიტომ რომ ღმერთმა მომცა ისეთი ნიჭიო რომ მე თავზარი დავეციდე და მიწასო და კაცობრიობასო და ახლა მცდის აბა ერთი ამ პატარა რაღაცებითო მონიჭებითო იმ ტკივილების მონიჭებით ვიტყვი თუ არა აუქს მასეო არ ვიტყვი უფალო ნუ ეს მეორე ვარიანტიც არის მაგრამ ის პასკალის შემთხვევაში ხდებოდა ჩემ შემთხვევაში ეს არ მოხდება და არ ახდება ჩემ შემთხვევაში ჩემი შეცდომებია ერთორე პასკალი ჩემნაირი კი არ იყო ჩხუბში და დავით არაბებში და იმებში კი არ იყო გახვეული გასო და ამ პარტავანი კი არ იყო ვიღაცა სიტყვას არ შეარჩენდა და ეცემოდა ყანყრატოში ამიგეთ თავმდაბლობა მეუფეთა დეოზმა მითხრა ერთხელ მიწამდე თავის დახრა ეს სასულიერო პირი რო გახდები იქ გამოგივა და საერო ცხოვრებაში შეიძლება დაგცინონ ამისათვისო და ამიტომ იყავი სასულიერო პირი არ აქვს თქოს კაცო ბერი ნუ იქნები მღვდელი იყავიო დამეჯერებინა მისთვის და აი ესე უბედურად რო გავატარე ცხოვრება ეს არის ყველაფერი ჩემი ბრალი ხალხო არ მიაწეროთ იმას რომ თამაზ ალავიძემ ამდენი უბედურება გადაიერა და როგორ არ შეძულდა ადამიანი კიდევ იმეორებ შემძულებოდა თლად გადასაგდები ვიქნებოდი და აღარ ჩემი შემოქმედება ეღირებოდა არაფრად და აღარც ის და აღარც ის კაცო მე იმიტომ კი არ გეუბნებით რომ ივარჯიშეთ რომ მოძალადე გახდით და ის ვიღაცა დაჩაგრედა ის მაგრამ ბიჭო ადამიანი რომ რაღაცას გეტყვის იმისი არ იყოს ახლა აღმოსავლურ ბრძოლებზე ვარჯიშობდი ხოლმე ახალგაზრდობაში და ვინც ამყავდა ის რა ქვია ვინც მასწავლიდა ამას მეუბნებოდა ეს არის თავდაცვითი იარაღიო ადამიანი როცა თავს გესხმის მაშინ უნდა გამოიყენო ეს არ არის თავდასხმის იარაღი ანუ სულიერად გამზადებს შენ ადამიანი რომ სულიერად მოემზადო რომ შენ შეიძლება ერთხელ გითხრას მეორედ გითხრას მესამე შენ ახლა ვიღაცამ ერთხელ გითხრას და ეცე ყელში და გამოაგლიჯო ესე არ შეიძლება კაცო ამიტომ რაღაცა დანაშაულებები მეც მიმიძღვის იქ რაღაცა არ მოითმინე კი გასაგებია ვიღაცას არ უნდა გადაუფერთხო ზურგი და რა ქვია მაგრამ და არ უნდა ეფერო მაგრამ არც ესეთი არ უნდა იყო მთლად. კი, ივარჯიშე ძლიერი რო იყო და ისწავლე რო სწავლული იყო ყველა სფეროში, სადღაც თავი არ ჩაგუნო ნებისმიერ მეცნიერებას, რაღაცა დოზით დაეწაფე, რომ სადღაც რომელიმე საზოგადოება შეიძლება მოხდე ფიზიკოსებში, შეიძლება მოხდე მათემატიკოსებში, შეიძლება ბიოლოგებში, იმაში, ასტრონომებში, თავი არ დაუღუნო. ივარჯიშე რომ ვიღაცამ ხელწამოსაკრავი არ გაგხავდა, აი ეს ვიღაცა სწავლულია და დებილია. მაგრამ არა მოძალადე არ გახდე, არა ის რომ ვიღაცამ სიტყვა გითხრას და გაიგდო წირთქვეშ. აი ეს შეცდომები, რა შეცდომებიც მე დაუშვი, ეს შეცდომები შენ არ დაუშვა, თორე კიდე გივაურებ. მე ღმერთს რო ვაბრალებდე იმას რა ქვია რომ რატო გავატარა ესე ცხოვრება მეთქი, მასეთ ნაწარმოებებს კი არ შევქმნინი. სწორედაც ყოველ დილას საღამო ვევედრები უფალო შემიწყალე რომ არ ვიცოდი როგორ მეცხოვრა. არ ვიცოდი, ვერ გრძნობდი ზოგჯერ იმას, რაღაცებს ვერ ვითმენდი. ამიტომ მოითმინე. ნეტარი იყვნენ მშვიდნი, რამე თუმად დაიმკვიდრონ ქვეყანა. სახარება კი ვკითხულობთ, მაგრამ ზოგჯერ არ გვესმის. ასე რომ ღმერთმა გაგიმარჯოთ ყველას. მე მგონი რაღაც გითხარით, ხო? არ მიაკითხოთ მას, ვისაც სიკეთე გაუკეთეთ და არ მიაკითხავთ თავისთავად, იმიტომ თუ არ დაიმახსოვრებთ, რომ სიკეთე გაუკეთეთ. აი ეს იყო ჩემი შეცდომები.
და არ გაიმეოროთ ეს შეცდომები. აბა, ყველა კარგად მეყოლეთ, ნუ გეშინიათ. არ დაგტოვეთ ჩემს გამოცდილებას, სანამ ცოცხალი ვარ. გაგიზიარებთ, გეტყვით და ამ პარტავნება ისინი, ესენი უნდა დათმოთ. მე რა გითხარით? გუშინ ვიგრძენი, უსუსურად თავი, თურმე რა დიდი ყოფილა ჩემზე ის ადამიანი, რომელიც იჩაგრებოდა. ხედავთ, ღმერთი ვის ასწევს პატივს, ჩემნაირ კაცებს კი არ ასწევს პატივს, კაცო, იმდენ პატივს. რას ლაპარაკობ, პირველი ის არის. გამიგეთ? მაგრამ მზად იყავით ყველაფრისთვის. იმიტომ რაღაცა შეიძლება გამოგადგეთ ის. მაგრამ არა თავდასხმისთვის, თავდაცვისთვის. აბა, ღმერთმა ყველა კარგად გამოვხდით, ჯანმრთელად და ბედნიერად. ნახვამდის